საქართველოს მოქალაქეების 58% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთია გამოკითხვის შედეგი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. მაღალია მაჩვენებელი რეგიონებშიც იქ გამოკითხული მოქალაქეების 52% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს აღიარებს გამოკითხულთა 72%. საინტერესოა ისიც, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან ყოველი მეორე ფიქრობს და აღიარებს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელ აქტორად კი უმეტეს შემთხვევაში ქართული ოცნებაა დასახელებული. კვლევა ასევე ასახავს მოქალაქეების დამოკიდებულებას სინდისის პატიმრების მიმართ, ასევე განწყობებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. გიორგი კიკაბიძემ შეისწავლა ეს კვლევა. გიორგი მოქალაქეებს კითხვები დაუსვეს უწყვეტ პროტესტზეც, რომელიც უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს. როგორია გამოკითხულთა პოზიცია ამ პროტესტის მიმართ? დიახ, სოფო, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის 43% ემხრობა, მხარს არ უჭერს 35%. მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში, საუბარია 62%-ზე. პროტესტის მომხრია პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 78%. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრია საქართველოს მოსახლეობის 55%. თბილისში ვადამდელ არჩევნებს 63% ემხრობა. რეგიონებში კი ყოველი მეორე უჭერს მხარს ახალ არჩევნებს. მაღალია დაკავებულების მიმართ ემპათია. მოსახლეობის 73% სინდისის პატიმრების გათავისუფლების მომხრეა. საგულისხმოა, რომ თავად ოცნების ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების თავისუფლებას. მზიამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას კი უსამართლოდ მიიჩნევს მოსახლეობის 60%-მდე. უსამართლობის განცდა მაღალია, რეგიონებშიც ასეთი სულ 54%-ია. გაცილებით მაღალია თბილისელებში, ასეთი სულ 70%-ია. პოლიტიკოსების დაპატიმრება უსამართლოდ მიაჩნია ყოველ მეორე მოქალაქეს. საქართველოს 54%-ს, თბილისის 66%-ს, განსაკუთრებით პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 81%-ისთვის მზიამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. ირაკლი ოქროაშვილს, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პატიმრობა უსამართლოდ მიაჩნია საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს, საუბარია 49%-ზე. თბილისელებში ეს პოზიცია აქვს უმრავლესობას 59%-ს, ხოლო რეგიონებში 45%-ს. აქვე გეტყვით, რომ წულუკიანის კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს უმრავლესობა 41%, ლეგიტიმურად მიიჩნევს 36%. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს 83% საინტერესო დეტალია, რომ ოცნების ამომრჩევლების სულ 79% სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ოცნების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი არ აქვს 46%-ს, თბილისის მოსახლეობის 56%-ს, რეგიონების 42%-ს, ხოლო პროევროპული მოსახლეობის ამომრჩევლების 81%-ს. საგულისხმოა, რომ ოცნების ამომრჩეველთა ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე ფიქრობს, რომ ოცნების პირობებში ევროკავშირში ინტეგრაცია მოსალოდნელია. ანუ ოცნების ამომრჩევლებშიც არ აღწევს უმრავლესობას ის, რომ მათი მმართველობის პირობებში ეს შესაძლებელია. გამოკვეთილი უმრავლესობა აღიარებს, რომ დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობს საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. თბილისისა და რეგიონების მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია, შედარებით დიდი ნაწილი 44% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო მეორე ნაწილი 39% მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურია. რაც შეეხება რეიტინგებს, ალოკაციის მიხედვით პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება: ოცნებამ 95.8%, კოალიცია ცვლილებისთვის 18%, ნაციონალური მოძრაობა 16.6%, ლელო ძლიერი საქართველო 9.5%, გახარია საქართველოსთვის 10%. აქვე გეტყვით, რომ თბილისში ოცნების რეიტინგი 23%-ია. საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდი ნაწილი, ეს არის 46%, ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას. ბოიკოტს ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 22%, ხოლო 16% ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შეცვლას დათქმით, კერძოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დათქმით. იგივე ტენდენცია რეგიონებში. თბილისის მოსახლეობაში ვითარება იცვლება, თბილისის მოსახლეობაში ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ან მასში მხოლოდ ადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას უფრო მეტი უჭერს მხარს, ჯამში 47%, ვიდრე უპირობო მონაწილეობას 41% და კიდევ უფრო იცვლება ვითარება პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში. პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში უფრო დიდი ნაწილი ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მომხრეა, ანუ უპირობო ბოიკოტის მომხრეა.
ხოლო 26% დათქმით მონაწილეობას ემხრობა, ანუ მივიღებ მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კვლევის შედეგების თანახმად არჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას აპირებს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ამომრჩეველთა მხოლოდ 40% და გახარიას ამომრჩევლის მხოლოდ 46.7%. რაც შეეხება ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას, მათი ამომრჩევლების 36.8% აპირებს არჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას. არჩევნებში ყველაზე ნაკლებად სურთ მონაწილეობა კოალიცია სრულებისთვის ამომრჩევლებს ასეთი სულ 24.7%-ია. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ის ნაწილი, ვინც დადასტურებულად აპირებს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას, არ შეადგენს ოპოზიციურ ამომრჩეველთა უმრავლესობას. გამოკითხვა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, ცნობილება +-2.2%-ია 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-დან 29 ივნისის შუალედში. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა დაუკვეთა.